ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მოსკოვს უკრაინაში ცეცხლის სრულად შესაძყვეტად 10 დღიან ვადას აძლევს, რაც იმას ნიშნავს, რომ კრემლს პასუხისთვის დრო 7 აგვისტომდე აქვს. წინააღმდეგ შემთხვევაში შეერთებული შტატების პრეზიდენტი მკაცრი სანქციებით იმუქრება და აცხადებს, რომ ეს სანქციები რუსეთის სავაჭრო პარტნიორებსაც შეეხებათ. თქვენ ახსენეთ, რომ რუსეთისთვის ვადას 10-დან 12 დღემდე შეამცირებდით. ვადის სათვლო უკვე დაიწყო? როდის მოვისმენთ ოფიციალურ განცხადებას? იცი ახლავე გეტყვი, გსურთ დიდი ამბავი. ყველა მყურებზე ხელები აიფარეთ. მზად ხართ? მზად ვართ. დღეიდან 10 დღე. პრეზიდენტმა ტრამპმა მწუხარება გამოთქვა იმის გამოც, რომ მისი განცხადებების შემდეგ კრემლი არაფერს ამბობს. თუმცა არ დუმს ვლადიმერ პუტინის სპიკერი დმიტრი პესკოვი, რომლის თქმითაც სპეციალური სამხედრო ოპერაცია უკრაინაში გრძელდება. ჩვენ მოვისმინეთ დონალდ ტრამპის გუშინდელი განცხადება. სპეციალური სამხედრო ოპერაცია გრძელდება. ჩვენ ძველებურად გსურს სამშვიდობო პროცესის, უკრაინის ირგვლივ კონფლიქტის დარეგულირებისა და ჩვენი ინტერესების უზრუნველყოფა. კონფლიქტის დარეგულირებით კრემლი დაინტერესებული რომ არაა, ისიც მოწმობს, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტის განცხადების შემდეგ 29 ივლისს მოსკოვმა უკრაინაზე წამოიწყო ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური იერიში, რომელმაც უკრაინის პრეზიდენტის თქმით 73 ქალაქი და სოფელი მოიცვა. უკრაინელი ოფიციალური პირების თქმით, დრონებისა და რაკეტების იერიშებს ქვეყნის მასშტაბით 25 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 23 წლის ორსული ქალი, 100 ადამიანი კი დაშავდა. დღევანდელი დღე რთული იყო. ბევრია დახოცილი და დაშავებული ზაპოროჟიის რეგიონში. რუსული ბომბები მოხვდა საპატიმრო დაწესებულებას. რუსებმა იცოდნენ, რომ ამ მხარეს მშვიდობიანი მოქალაქეები ცხოვრობდნენ. ამის შესახებ ინფორმაცია აუცილებლად ექნებოდათ. შეტევას 16 ადამიანი ემსხვერპლა, სამძიმარს უცხადებ ოჯახებს. 43 ადამიანი დაშავდა. სასტიკი თავდასხმა იყო ქალაქ კამენსკოეზეც, სადაც მიზანში საავადმყოფო ამოიღეს. 3 ადამიანი დაიღუპა, ბევრია დაშავებული. ხარკივის რეგიონშიც იყო იერიშები, რომლებსაც მსხვერპლიც მოჰყვა. დონეცკის რეგიონი ყოველდღიური თავდასხმების სამიზნეა. რუსეთი მსოფლიოში არ აქცევს ყურადღებას არავის, ვისაც ომის დასრულება სურს. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ სანქციები რუსეთის სავაჭრო პარტნიორებსაც შეეხებათ.